ეს ადამიანი იყო პილოტი, ექიმი, იურისტი, შემდგომ კი ის FBI-მ დააკავა. დღეს ვისაუბრებთ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ აფერისტზე. ფრანკ ავანგალ უმცროსი. ფრანკი დაიბადა 1958 წელს ნიუ-იორკში. ცნობილი როგორც თაღლითი, რომელიც 7-დან 21 წლამდე პერიოდში ატყუებდა ბანკებს, ავიაკომპანიებს და სახელმწიფოებს. საიდან დაიწყო ეს ყველაფერი? ფრანკმა შეამჩნევა პილოტებს ბევრი პრივილეგია ჰქონდათ და ისინი უფასოდ მგზავრობდნენ სხვადასხვა ქვეყნებში. ამიტომაც მან განაწყვეტა, რომ წერილობით დაკავშირებოდა პანამას წარმომადგენლობას და ეთხოვა მისთვის ფორმის მოცემა. იმ დროს ესეთი წერილები ხშირად შედეგიანიც კი იყო და მას ნამდვილად გამოუგზავნეს ნამდვილი უნიფორმა, მაგრამ ეს დაწესებული არაა და დიდი ალბათობა არის იმის, რომ ეს ფორმა მას უბრალოდ გაეყალბებინა. მან ნამდვილი პილოტის მოწობის ყალბი ვერსია შექმნა, რომელსაც ამაყადა დაერბდა ჯიბით. ფრანკმა გააყალბა თავის ვინაობა და თავი გაასაღა როგორც პანამის პილოტად. შედიოდა თვითმფრინავში, არ უძღვებოდა ფრენას, მაგრამ იყენებდა შეღწევის პრივილეგიას. ამასობაში მან იმოგზაურა 26 სხვადასხვა ქვეყანაში სრულიად უფასოდ და ჩაატარა 250-ზე მეტი ფრენა. ალბათ გითხრათ შეგითხრა, რატომ ვერავინ არ გამოიჭირა ასეთი აფერისტი? პასუხი ძალიან მარტივია. მას ჰქონდა უნიფორმა, ასევე იყო ძალიან ჭკვიანი და თავდაჯერებული და ასევე ჰქონდა საბუთები. და კი იმ დროს არნაირი სისტემა არ იყო, რათა შეემოწმებიათ ის ნამდვილად იყო თუ არა პილოტი. არა, აქ არაფერი დასრულებულა. უცბად ის ხდება ექიმი, კერძოდ კი პედიატრი. ფრანკმა თავი ექიმად წარუდგინა ერთ პატარა საავადმყოფოს ჯორჯიაში. ხო, ეს ჯორჯია ამერიკაშია. მან გააყალბა დოკუმენტები, თქოს კოლუმბიის უნივერსიტეტში უნდა დამთავრებული, კერძოდ კი სამედიცინო ფაკულტეტი. დაგამშვიდობა გეტყვით, რომ ოპერაციებში ის არ იღებდა მონაწილეობას, უფრო მენეჯერულ საქმეებს ითავსებდა და დიდად არანაირი კავშირით არ ქონია პაციენტებთან. სასაცილო არის ის, რომ თავისი პერსონალი ვერაფერს ვერ ამჩნევდა და პირიქით ეგონათ, რომ ეს ადამიანი იყო პროფესიონალი ექიმი. ერთ დღეს იყო მორიგე, როდესაც შემოვიდა ბავშვი მძიმე დაზიანებებით, მან არ იცოდა რა უნდა გაეკეთებია, მაგრამ საბედნიეროდ მის გვერდზე აღმოჩნდა ექიმი, რომელმაც მას გაუწია პირველადი დახმარება. ამის შემდგომ ფრანკმა მიხვდა, რომ ძალიან შორშეტობა გაჩერდა და დაასრულა ყველაფერი. და კი, სწორად გამოიცანით. აქ მისი აფერისტობა არ სრულდება. ის ჯერ კიდევ 19 წლისაა და მაგ განაწყვეტა იურისზე დაეწყო მუშაობა. და სად? ლუიზიანას გენერალური პროკურატურის ოფისში. და რო გააკეთა ეს? მან გააყალბა ჰარვარდის დიპლომი, რომელიც მოპარული ჰქონდა მას და დააწერა, რომ ჰარვარდის სამართლის სკოლა ჰქონდა დამთავრებული. შემდგომ მან გაიძინა ნამდვილი იურისტი ამ მოგდაცებულებაში და მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა და მისი ნდობაც კი მოიპოვა. და იმდენად მოიხიბლა ეს ადამიანი ფრანკით, რომ პირადად გაუწია ამ რეკომენდაციას სამსახურის დაწყებაში. როგორც ექიმად მუშაობდა, ანალოგურად აკეთებდა აქაც, დიდად არ ერეოდა საქმეებში, უფრო სხვებს ავალებდა ყველაფერს და ის უბრალოდ ან ხელს აწერდა, ან უბრალოდ აკვირდებოდა ამ პროცესს. როგორ სრულდება ყველაფერი. ფრანკი სადაც მუშაობდა, იქ იყო ერთ-ერთი იურისტი, რომელსაც ეჭვი შეეპარა ამ ადამიანის საქმიანობაში. ფრანკსაც რომ ზედმეტ პრობლემები თავიდან აერიდებინა, განაცხადა სამსახური დაეტოვებინა ასე მოულოდნელად. არაფერი დასრულებულა, პირიქით, ახლა იწყება ყველაფერი. ფრანკისთვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ყველაზე გასაოცარი თაღლითობა იყო ბანკებზე ფულის მოპარვა, რაც დაახლოებით $2.5 მილიონ შეადგენს, რომელიც მან 1960 წლებში მოახერხა და ის სულ რაღაც 21 წლის იყო. როგორ იწყება ყველაფერი? მან უბრალოდ შეამჩნია, რომ ბანკებში ჩეკებზე არ აკვირდებოდნენ და ჩვეუბრად შეუდა მისი გაყალბება და ფრანკს მეტი რაღა უნდოდა. როგორ ხდებოდა ყველაფერი? ის შედიოდა ბანკში, აწვდა ყალბ შეკს და ითხოვდა მცირე ნახტ თანხას წინასწარ. რათა ეჭვშეპაროთ მასში, მას ჰქონდა კომუნიკაცია მხოლოდ მენეჯერთან და ის თავს ასახებდა როგორც ერთ-ერთი კომპანიის პილოტად, ან უბრალოდ ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენლად. ტექნიკა იყო ის, რომ ჩეკის ქვედა ნაწილზე არის სპეციალური სიმბოლოები, რომელსაც ბანკი თავისთვის ამოიცნობს. ფრანკი იმდენად აფერისტი იყო, რომ თავად დააწყო ეს საბეჭდი მანქანა, რომლითაც ყალბი კოდის დაბეჭდვა შეეძლო, რაც ჩეკს რეალურად მოქმედს ამსგავსებდა. ფრანკი შეიძლება იმოსებოდა როგორც პილოტი, რის გამოც ბანკის თანამშრომლები მას ზედმეტ კითხვებს არ უსმევდნენ. როცა შევიდოდა ხოლმე, ეუბნებოდა, რომ მას გადაუდებელი ფრენა ჰქონდა და ეჩქარებოდა, ამიტომაც ის პირდაპირ მენეჯერს ეძახოდა. რამდენ ქვეყანაში გამოიყენა ჩეკები? მის ეს თაღლითური სქემა ჯამში 26 ქვეყანაში გავრცელდა: ევროპა, აზია, ამერიკის შეერთებული შტატები და კანადა. როგორ დააკავეს? საფრანგეთი 1979 წელი. ფრანკი იმ დროს ხოვდა საფრანგეთში, ჰქონდა ყალბი დოკუმენტები და ერთ-ერთი ქალი, რომელსაც ხვდებოდა, დაეშვდა მის წარსულზე. ფრანკის შეცდადა ცოტა არ იყოს არარეალურ ფაქტებზე დაუწყო მას საუბარი. ქალმა გადაწყვიტა საბოლოოდ გაერკვია, ვინ იყო ეს ამერიკელი. მან დაურეკა ფრანგულ პოლიციას და უთხრა, რომ მის სახლს ხშირად სტუმრობდა ამერიკელი, რომელიც ძალიან საეჭვო იყო. სიმბოლურია, რომ ის აეროპორტში დააკავეს, მის საყვარელ ადგილას. ფრანგმა პოლიციამ აღმოუჩინეს ყალბი დოკუმენტები და ის ეგრევე დააკავეს. ფრანკი ციხეში გადაიყვანეს, საფრანგეთში, მონპელიეში, სადაც საშინელ პირობებში იმყოფებოდა. საჭმელი თქმის არ იყო, ჰიგიენა ნული, აბსოლუტურად განსხვავებული გარემო. მას სხვადასხვა ქვეყნებმა მოთხოვეს ექსტრადიცია, რადგან 26-ზე მეტ ქვეყანაში ჰქონდა ჩადენილი თაღლითობა. საფრანგეთი თაღლითობა და ყალბი დოკუმენტები, შვედეთი ჩეკის თაღლითობა, ამერიკის შეერთებული შტატები, მთავარი სამართალდროებითი დევნა. საბოლოოდ საფრანგეთმა გადაწყვიტა, რომ მისი თავი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის გადაეცა. მას 12 წელი შეეფარა, თუმცა მან მხოლოდ 5 წელი მოიხადა. გაინტერესებთ როგორ? გადაწყვიტა FBI-სთან თანამშრომლობა. გახდა FBI-ის ოფიციალური კონსულტანტი. დაიწყო ლექციების წაკითხვა. დაწერა ავტობიოგრაფია. ფილმი გადაიღეს 2002 წელს მასზე, სადაც ლეონარდო დიკაპრიომ შეასრულა მისი როლი. დღევანდელი ვიდეოც ასე დასრულდა, სამწუხაროდ ფრანკზე მეტი არაფერი არა სოციალურ ქსელებში. ჩემი მითხოვნა იქნება, რომ გამოიწორთ არხი და ალაიქოთ ვიდეო და კომენტარებში დამიწეროთ შემდეგი ვიზიან რა თემატიკაზე გსურთ რომ გადავიღო ვიდეო. ნახვამდის.